გამარჯობა, მე ნინი ვარ. დღეს ვისაუბრებთ menstruაციის სიმპტომებსა და თავის მოვლაზე. დღეს ჩემი სტუმარი ასოციაცია HERA-21-ის თანასწორ გამმართველებელი მარიამი. და ის შეძლებს პასუხი გასცეს მოზარდ ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს. მოდით დავიწყოთ იმით, თუ როდის იწყება menstruაცია. 9-დან 13 წლის ასაკში, როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფება, იწყება menstruაციაც. საშიშია და რა იწვევს მას ან რატომ ხდება? ეს ბუნებრივი პროცესია. შეიძლება საშიში მოგეჩვენოს, მაგრამ ამაში საშიში არაფერია. რაიმე ცვლილება თუ ახლავს მასთან და მტკივნეულია? ყველას განსხვავებული გამოცდილება აქვს. შეიძლება ხასიათი შეგეცვალოს ან მტკივნეულის სპაზმები განიცადო, მაგალითად თავი აქტივდეს ან წელი, მაგრამ ეს სრულებით ნორმალურია და ყველას თავისებურად ემართება. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის სამართავად? მოულოდნელი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად თვალყური ადევნეთ თქვენი ციკლის კალენდარს ან აპლიკაციას. მონიშნეთ დაწყების და დასრულების თარიღები და თვალყური ადევნეთ მის ხანგრძლივობას. ყოველთვის ერთი და იგივე დროს ხდება? menstruაცია შეიძლება იყოს რეგულარული ან განსხვავდებოდეს ხანგრძლივობით. განსაკუთრებით თავდაპირველად ის არაპროგნოზირებადია, თუმცა რაც უფრო მეტად ადევნებთ თვალყურს, მით მეტად შეგიძლია მისი კონტროლი. ასევე, რას გვეტყოდით menstrualურ პროდუქტებზე? ერთჯერადი პროდუქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის საფენები. ასევე გავრცელებულია ტამპონი და menstrualური ჭიქები. ესენი დამოკიდებულია ადამიანზე, სამივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები და ვისთვისაც რომელი უფრო კომფორტულია, იმას ირჩევს. როგორ გავუმკლავდეთ ტკივილს? შეგიძლიათ მიიღოთ თბილი აბაზანა ან უბრალოდ მოიკალათოთ საწყლში. ასევე მსუბუქი ვარჯიშიც შესაძლებელია, მაგრამ თუ ძალიან მტკივნეულია, მაშინ მიიღეთ ტკივილგამახუჩებლები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა. თუ გსურთ menstruაციაზე საუბარი, შეგიძლიათ მივართოთ ასოციაცია HERA-21-ს ცხელ ხაზზე ან თანასწორ გამმართველებს.